ქვეყანა გაქვთ და თქვენ რო ხართ ხალხი ესეთი მეორე დედამიწის გულზე არ არსებობს. აი წარმოიდგინე ის რისი გაკეთებას მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება, რისი გაკეთება მინდოდა აი ამ ჩემი წლების განმავლობაში მინდოდა უამრავი ადამიანი და მესაქმედია საქართველოში იყო ჩემი ოცნება. არასდროს პოლიტიკაზე არც მიფიქრე. ჩემი ფიქრი და ოცნება იყო ადამიანების დასაქმება. და გული ერთ რამეზე მწყდება. ყველა ქვეყანაში ხო შეიძლება რომ მიღებული იყო და ყველა ქვეყანაში მიღებული ვარ. და ამ 300 ადამიანში დღეს მე ქართველი ნომერ პირველი ვარ, ამას ყველა ხედავს. მე მიყავს აქ პარადი. როგორც მინდა ისე მატრიალი ყველას და ყველაფერს. ხვალ ჩვენ ალიევის საფლავზე გავდივარ, მოვინახულეთ. და ჩემი სიტყვა აქ ჭრის ბევრ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, ყველა ქვეყანაში მეპატიჟებიან ბიზნესის გაკეთებაზე და ჩემს ქვეყანაში ვერ ვაკეთებ ბიზნესს და ხელი მეშლება დღესაც. გული მწყდება უბრალოდ ამაზე. აზერბაიჯანში ესა რატომ უნდა დამეკარგა ეს 6 წელი, ხო? და 2 მივამატოთ 6-7-8 წელია არ ყოფილვარ აზერბაიჯანში და ბაქოში და დღეს ბაქო არის მართლაზე სახელმწიფო. აი სასწაულია რომ ვფიქრობ, რომ ახლა ვიღაცა იტყვის, იცი რა ბაქოში არის ნефტი. იცი ჩვენთან რა არის, ჩვენთან ნефტიც არის. წყალიც არის და ჭუაც არის, მაგრამ ამ ერთმანეთის დაპირისპირებამ ყოველთვის ჩვენ დავგზირა, იმ დონეზე დავგზირა, რომ თუ ესე გავაგრძელებთ, ვერასდროს წინ ვერ წავიწევით. მე მინდა გითხრათ, რომ ვერასდროს წინ ვერ წავიწევით. ჩვენი ქვეყანა არის ყველაფერი გვაქვს, რაც გინდა. ყველაფრისთვის მზადაა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მე არ ვიცი, აი გული მწყდება. ამას მე რატომ უნდა მეუნებოდნენ და საქართველოში გელა ბარკალაიას დღეს შემოყვანილი ახლა წელიწადია ავტომობილები და ეს გაამბაჟებიეს და ნომერს დღესაც არ აძლევენ. და ეს ახლა აქ თქვა ხო სირცხვილია. მე მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ვარ სისხლი და ხორცით ქართველი და ესეთი დაფასება რო გვაქვს მთელ ქართველის, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და წინაპრები ღმერთმა აცხონოს და ვინც არიან დიდხანს სიცოცხლე უსულებ, მაგრამ ერთმანეთს მოусმინოს და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი ახალი პრემიერი იმას შევხვდები და აუხსნი, რომ ვერძე დავიყენოს და მე გელაბარკალაია პასუხს ვაგებ, რომ 15-400 ადამიანს დავუსახო ეტაპობრივად.